ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ დიდი მარხვის პირველი შვიდეურის კვირა დღე. ამ დღეს ეკლესიამ დააწესა ზეიმი, დღესასწაული, რომელსაც ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. ისტორია ამ დღესასწაულის დაწესების ასეთია. ეკლესიის წიაღში ყველაზე დიდი საფრთხე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების დამახინჯება ადამიანური გონების მიერ ღვთაებრივი სიბრძნის გამრუდება, რაც ესე იგი ნიშნავდა იმას, რომ ადამიანები ასწდებოდნენ ღვთისაკენ მიმავალ გზას. როდესაც ეკლესიაში ასეთი რამ აღმოცენდებოდა, ასეთი ცდომილება და იგი გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს, ეკლესიის წევრებზე იმოქმედებდა, ეკლესია რასაკვირველია მაშინვე ცდილობდა აღმოეფხვრა ეს ცდომილება და ყველას განუმარტავდა ამ ცდომილების არსს, ბუნებას და ჭეშმარიტებას დაამტკიცებდა, დაამკვიდრებდა, მაგრამ იყო ცდომილებები, რომელიც მოიცავდა საკმაოდ ეკლესიის ძალიან დიდ ნაწილს, შეიძლება თითქმის შუაზე გაყოფილიყო ეკლესია, იმდენად დიდი მასშტაბი ყოფილიყო მსოფლიო ეკლესიის მასშტაბით, ესე იგი, და ასეთ გადახვევებს, ასეთ გამრუდებებს, დამახინჯებას ჭეშმარიტის სწავლების ეწოდება მწვალებლობა და აი ასეთი მწვალებლობის დამხობა, ანუ რასაკვირველია ამას წინ უძღოდა და შემდეგაც გაგრძელდებოდა ხილება მრავალი ღვთისმეტყველის მიერ, რაც მთლიანად აღმოფხურავდა ცდომილებას მართლმადიდებელი ქრისტიანების ცნობიერებიდან, მაგრამ აი ბეჭედი უკვე ამ რომ ჭეშმარიტება გაემიჯნა ცდომილებას, იყო მსოფლიო საეკლესიო კრებები და ასეთი შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება იყო და აი მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება რომ დასრულდა, ეს იყო ხატმებრძოლეობის წინააღმდეგ გამართული კრება, რომელმაც დაამხო ხატმებრძოლეობა. ხატი იყო გამოცხადებული თითქოს და ხატის თაყვანისცემა ეს იყო კერპთაყვანისცემა და რაღაცა ეს ცდომილება იყო ეკლესიის მიერ, ეს ცდომილება იყო დაგმობილი და დამარცხებული. თუმცა ეს ხანგრძლივი დრო დაჭირდა ამის, ასე ვთქვათ, ხილებას, ამის დაგმობას და ამის დამარცხებას. და აი ამ გამარჯვების შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაწესებულიყო დღესასწაული, რომელიც აი სწორედ აი ამ ეკლესიის ტრიუმფალურ, ასე ვთქვათ, გამარჯვებებს, ანუ მუდმივ გამარჯვებებს, ასე ვთქვათ, საყოველთაო მარადიულ და ტრიუმფალურ გამარჯვებების აღნიშნელი იქნებოდა და მართლაც აი ეს მართლმადიდებლობის ზეიმი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უფალმლის ეს კრებები და კრებების მიერ აი ამ ცდომილებათა, ასე ვთქვათ, დამარცხება და ეკლესიის სწავლების სიწმინდის შენარჩუნება კიდევ ერთხელ არის დადასტურება იმ სიტყვებისა, რომელიც მაცხოვარმა ბრძანა, კლდესაზე და დავამყარო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთსანი ვერ ერეოდიან მას. დიახ, ის სიბრძნე და ის მადლი, რომელიც ეკლესიას, ესე იგი, ჩაბარდა
ღვთის მიერ რომ დაცული ყოფილიყო და მოროდებას მას მისი ხელყოფა არ შეძლებოდა, აი ეს ამის დადასტურებაა, აი ამ ჭეშმარიტი სწავლების შენარჩუნება. და სადაც ჭეშმარიტი სწავლება, იქ მოქმედებს მადლის სულისაწმინდისა, რადგანაც შეუძლებელია მადლი მიიღოს იმ ადამიანებმა მიიღონ მადლი, ვინც ჭეშმარიტებას გადაუხვიეს, რადგანაც ეს მადლი მხოლოდ დასაჯდელად იქნება მათთვის. ამიტომ მადლმოსილია მხოლოდ ის პიროვნება და ის, ასე ვთქვათ, ეკლესიის ის წევრი და ის წევრები არიან მადლმოსილნი, რომელნიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ინარჩუნებენ. ამიტომ აი სწორედ ჭეშმარიტების სარწმუნოების შენარჩუნების ყველაზე დიდი ესეთი ტრიუმფები იყო, ესეთი ტრიუმფალური გამარჯვებები იყო მსოფლიო საეკლესიო კრებები და აი მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აი ამ ტრიუმფალური გამარჯვების საყოველთაო და მარადიული, ესე ვთქვათ, ეკლესიის უცდომელობის ფაქტის ესეთი აღნიშნელი დღესასწაული ყოფილიყო, რომ რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ არსებობს ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც ღმერთმა მოგცა და არსებობს კიდევ მისი დაცვის, ასე ვთქვათ, ისეთი საშუალება, რომელიც უფალმა დაადგინა, ეს არის სწორედ ეკლესიის წიაღში კრება, ეკლესიის კრება, რომელიც ყოველთვის გაარჩევს ჭეშმარიტებას ცნობილებისაგან და ამხილებს ცნობილებას და დაამკვიდრებს ჭეშმარიტებას. აი ეს არის ჩვენი სიქადული, ეს არის ჩვენი, ესე ვთქვათ, სასოება, რომ ურყევია ჭეშმარიტი სწავლება, უცვლელია, მისი სიწმინდე შეურყვნელია და ადამიანს სრულად შეუძლია მიენდოს დედა ეკლესიას. ამ დღეს იკითხება სახარება იოანე ღვთისმეტყველისა პირველი თავის 53 მუხლიდან 51 მუხლების ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. ხვალისაგან უნდა იესოს განსვლად გალილეად და ჰპოვა ფილიპე და რქვა მას იესო მომდევდი მე, ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაით, ქალაქისაგან ანდრიასსა და პეტრესა. ჰპოვა ფილიპე ნათანაილ და რქვა მას, რომელი იგი დასწერა მოსეს ჯულსა და წინასწარ მეტყველთა, ჰპოვეთ იესო, ძე იოსებისი ნაზარეთით და რქვა მას ნათანაილ. ნაზარეთით შესაძლებელ არსა, კეთილისა რაისამე ყოფად. რქვა მას ფილიპე, მოვედ და იხილე. იხილა რა იესო ნათანაილ მომავალი მისა და თქვა მისთვის. აჰა, ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკვა არა არს. რქვა მას ნათანაილ, ვინაი მიცი მე, მიუგო იესო და რქვა მას. პირველ ფილიპეს ხმობამდე შენ და იყავ რა ლეღუსა ქვეშე გიხილე შენ. მიუგო მას ნათანაილ და რქვა, რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელის. მიუგო იესო და რქვა მას, რამე თუ გარქუ შენ ვითარმედ გიხილე შენ ლეღუსა ქვეშე და გრძამს, უფრო ისი ამათსა იხილო და რქვა მათ, ამინ, ამინ გეტყვი თქვენ. იხილენი ცანი განხმულნი და ანგელოზნი ღვთისანი, აღმავალნი და გარდა მომავალნი ძესა, ზედა კაცისასა. ეს არის ადგილი იოანეს სახარებიდან, როდესაც ხდება პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ ნათელი იყო იოანესაგან მდინარე იორდანეში, აი პირველი შეხვედრები ხდება, ესე იგი იესო ქრისტესთან. პირველად იოანე ნათლისმცემელი მიუთითებს იესო ქრისტეზე, როგორც მესიაზე და ორ მოწაფეს, რომელიც იოანეს მოწაფეები იყვნენ და რომელიც ფაქტიურად მერე აი პირველები მიდიან ქრისტესთან. ესენი არიან ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი. შემდეგ წერია, რომ აი შემდეგ პეტრე მიიყვანა ანდრიამ, წარადგინა იესო ქრისტესთან, როდესაც მაცხოვარმა უთხრა, რომ შენი სახელი იქნება პეტრე, ანუ კლდე, ანუ რაც პეტრე ნიშნავს კლდეს.
და ამის შემდეგ კიდევ მაცხოვარი ხდება ფილიპეს და ეუბნება მომდევდი მე. ანუ თანდათან მაცხოვარი ესე იგი იკრებს გარშემო მოწაფეებს და ამ დროს ფილიპე, რომელიც იწამებს იესო ქრისტეს როგორც მესიას, მიდის თავის მეგობართან, რომელსაც ქვია ნათანაელი და ახარებს აი პოვეთ ვის შესახებაც დაწერა მოსემ და წინასწარმეტყველო, ანუ მესიის პოვეთ მესია ეუბნება და რომ იგი არის ნაზარეთიდან და ნათანაელი დაფიქრდება იმაზე, რომ წმინდა წერილის მიხედვით მესია უნდა იშვას ბეთლემში, ბეთლემიდან უნდა იყოს. და თან ნაზარეთი ეს არის გალილეა, ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი წარმართი სახლობს და იუდეელები, ასე ვთქვათ, გალილეაში, რაიმე ესე ვთქვათ, ესეთი რომ ღვთაებრივი სიკეთე გალილეიდან წამოსულიყო, ამას არ მოელოდნენ და ნუ თუ რამე შეიძლება უკეთილი იყოს გალილეიდან და ფილიპე უნება რომ აი წამოდი შენ თვითონ მოვენ და იხილე შენ თვითონ დარწმუნდები, იმიტომ რომ ესე პირად შეხვედრაში ჩანს ეს მისი ღვთაებრივი ძალა. და მართლაც ესე იგი წაყვება ნათანაელი და როგორც კი მიუახლოვდებიან იესო ქრისტეს, მაცხოვარი ნათანაელს დაინახავს და იტყვის, აჰა, ესე იგი ჭეშმარიტი ისრაელელი, რომელსაც ანა ზაკვა არ არის. ანუ ზაკვა ეს არის სიცრუე, ბოროტება და ყოველგვარი მანკიერება და აი ეს სუფთა ადამიანი ყოველგვარი მანკიერებისგან, ყოველგვარი სიცრუისგან და ფილიპე ნათანაელი მართლაც სათნო ადამიანი რო არის, იქიდან გამოჩნდება, რომ მაინც ესე ვთქვათ, ფრთხილად მიიღო ეს ინფორმაცია თავისი მეგობარი ფილიპესგან, ანუ არ აჩქარდა, ესე ვთქვათ, ემოციებს არ ახვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სასურველი იყო, მესიის გამოჩენის თემა, მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ მაინც გადაამოწმა, რომ აი წმინდა წერილში წერია, რომ ბეთლემიდან არის, მე როცა მეგობარმა შესთავაზა, ის მას მიყვება, უნებრივია, აინტერესებს და როცა მაცხოვარი ეუბნება, რომ აი შენ ხარ ასეთი სათნო ადამიანი, ну, არც იმას ამბობს, რომ მე არც ვთქვათ, ესე ვთქვათ, არც ის უნება ეუფლება, რომ აი რაღაც თვითკმაყოფილება, რომ აი მე ასე შემაფასეს ძალიან მაღალი შეფასება მიეცა მის პიროვნებას, არც იმით არის მოხიბლული, არც იმას ამბობს, რომ არა მე ასეთი არა, უბრალოდ ძალიან ესეთი აი შეინარჩუნებს სიფხიზლეს და აი სინაგან სიმშვიდეს, ამაში ჩანს მის პიროვნების ღირსება, რომ აი საიდან მიცნობო მეო, აი რადის საფუძველზე ასკვნიო, რომ მე ვთქვათ, არ სათნო ადამიანი. ანუ აქაც ესე იგი მისი რაღაცა სიმშვიდე, აუჩქარებლობა და ასე ვთქვათ, თავდაბლობაც ჩანს აქედან. და მაცხოვარი მაშინ ეუბნება, რომ აი სადამ შენ ფილიპე შენ შეხვდებოდა და წამოგიყვანდა ჩემთან. აი მანამდე შენ იყავი ლეღვის ქვეშ და მე შენ გიხილე. და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მაცხოვარმა მიანიშნა ისეთ მდგომარეობაზე, რომელიც არავინ არ იცოდა ნათანაელის გარდა. ამითი დაანახა ესე იგი ნათანაელს, რომ ის ყოვლისმცოდნეა და ყველგან მყოფია. და აი ეს ფაქტიურად აი ამ სასწაულით აგრძნობინა ნათანაელს თავისი ღვთაებრივი ძალა და ნათანაელი იმდენად ფაქიზი სულის ადამიანი იყო, რომ მას არანაირი სირთულე არ იყო მისთვის, რომ აი ამ სწორედ სასწაული ქვია მას, ხო? სასწაულია ასეთი ხედვა, სულიერი ხედვა, ასეთი ყოველგან ყოფრის და ყოვლის ხილველის, ყოვლის ცოდნის ძალა, ეს ღვთაებრივი ძალა და აღთოვანდა რასაკვირველია და მაშინ უკვე აღარ დაფარა თავისი
აღთოვანება, ემოციები და თქვა რაბი შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა, რაბი ნიშნავს მოძღვარს, ანუ მთლიანად ესე იგი მისი ის აღიარა, ფაქტიურად მესიად აღიარა იესო ქრისტე. და ამის შემდეგ იესო ქრისტე ეუბნება რომ აი რადგანაც შენ იწამე რომ მე გითხარი რომ ლეღვის ქვეშ ხარ და აი ამის გამო შენ ესე იგი იგზენი ეს ღვთაებრივი ძალა, შენ ამის შემდეგ უფრო მეცაც იხილავთ და ზოგადად ამბობს რომ ამინ გეტყვით, ანუ ამბობს უკვე ისეთ რამეს რაც არის დიდი ჭეშმარიტება რომ დადგება ჟამი, როდესაც იხილავთ განხმულ ცას და ანგელოზებს ესე იგი აღმავალენ და ესე იგი ვეცრავად იხილენი ცანი განხმულნი და ანგელოზნი ღვთისანი აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისას. ანუ ყველა იხილავს როგორ ესე იგი განხმულია ზეცა და ჩანს ესე ვთქვათ აი სულიერი სამყარო, ჩანს ძე ღმერთი და ჩანს ესე იგი ანგელოზთა აღმავალნი და ჩამომავალნი აი ზეციდან მიწად და მიწიდან ზეცად აღმავალნი ანგელოზნი. აი ეს უკვე ნიშნავს ცათა სასუფეველის გახსნას, რომელიც დადგება სწორედ მას შემდეგ, რაც მაცხოვარი აღასრულებს თავის აი ამ სხერფ შეწირვას, ჯვარცმის შემდეგ და აღდგომის შემდეგ მოხდება მისი ამაღლება და მოხდება სწორედ ის სულიწმინდის გარდამოსვლა, როცა ადამიანები უკვე ცათა სასუფეველს შეუერთდებიან და უფრო მეტიც ცათა სასუფეველი დამკვიდრდება დედამიწაზე. აი რა არის რატომ ამ დღესასწაულზე მაინდა-მაინც ეს სახარება აირჩია ეკლესიამ? მთავარი მიზანი ეკლესიისა ის არის რომ გვითხრას რომ როგორ უნდა გავარჩიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება ესე იგი ცდომილებისაგან. აი ჭეშმარიტი სარწმუნოება ცდომილებისაგან რომ გავარჩიოთ, უნდა ვიყოთ პირველ რიგში ყოველთვის ესე ვთქვათ, უნდა წმინდა წერილს უნდა ვსწავლობდეთ, უნდა დაკვირვებული ვიყოთ, არ უნდა ავჩქარდეთ გამოძიებაში, არ უნდა ვიყოთ იმის გამო რომ გვაქვს განათლება თვითკმაყოფილნი და ასე ვთქვათ ამ პარტაონებაში და ხიფლში არ უნდა ვიყოთ და მესამე ესე იგი აი სწორედ ეს სათნოებანი რომელიც არის ასე ვთქვათ სიბრძნის სიყვარული და ასე ვთქვათ სათნოებების სიყვარული, სიმდაბლის სიყვარული, აი ეს სათნოებები არის პირობა იმისა, რომ ადამიანმა გაარჩიოს ჭეშმარიტი არაჭეშმარიტისგან. ანუ ფაქტიურად რა გითხრა ამით სწორედ ამ სახარებით ეკლესიამ, რომ მართლმადიდებლობის ზეიმი რასაკვირველია ეს არის ეკლესია ყოველთვის იქადაგებს ჭეშმარიტებას და დაცული იქნება ჭეშმარიტება ეკლესიაში, მაგრამ ვის გამო ეცხადება? აი, ხო იყვნენ ადამიანები, რომელსაც ვერ მიიღეს ჭეშმარიტება, ანუ დარჩნენ ცდომილებაში. აი, ვის გამო ეცხადება? როგორ უნდა ჩვენ გავარჩიოთ ჭეშმარიტება ცდომილებისაგან? ერთადერთი პირობა, რომ ჩვენ ჭეშმარიტება ცდომილებისაგან გავარჩიოთ, არის ჩვენი სისუფთავე, ჩვენი ზნეობრივი სისუფთავე, ჩვენი გონიერება და ჩვენი ზნეობრივი სისუფთავე და აი ეს ორი რამ ჭეშმარიტი, ესე იგი, ღვთაებრივი ცოდნა, ღვთაებრივი სიბრძნის ფლობა და სათნო ცხოვრება. ანუ ცხოვრების წესი, სათნო ცხოვრების წესი. ეს არის აუცილებელი. სწორედ აი ამ ორი რამეს, ამ ორი კიდევ უფრო მეტად შეიძლება ითქვას, რომ საღვთო სიბრძნე შეიძლება ბევრმა იცოდა აი ამ ვინც წვალებლობაში აღმოჩნდა, მაგრამ სწორედ სათნო ცხოვრება არ ქონდათ და აი ამ სათნო ცხოვრების არ ქონის გამო ისინი მათ ვერ აღიქვეს ჭეშმარიტი სიბრძნე და მოხდა ამ სიბრძნის დამახინჯება კაცობრივი გონების მიერ. აი ეს არის მთავარი საფუძველი ჩვენი ასეთი ჭეშმარიტების ფლობისა
რომ სისუფთავე, სულიერი სისუფთავე, გულის სიწმინდის შენარჩუნება არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან, ჭეშმარიტება ცდომილებისაგან და აი, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ აი დადგება ჟამი და იქნება რაღაც მრავალი ცრუ მოძღვარნი და ცრუ წინასწარმეტყველნი და ყველაზე უარესი გამოჩნდება ანტიქრისტე, აი ჩვენ რომ არ შევცდეთ ჩვენ ერთადერთი ამისგან დაგვიცავს სწორი ქრისტიანული ცხოვრება, ყოფნა უფალთან სათნო ცხოვრების საფუძველზე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა მოგცეს რომ სათნოება, სულიერი სათნოებანი რომ მარადის ვფლობდეთ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებას და შეურყმელად დავიცვათ იგი აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.